დღევანდელი პრესკონფერენცია ნიშნავს, რომ ახლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. გუნდისთვის, სტაფისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთელი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამიტომ ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით. ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდი. მას ძალიან ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში, თუმცა სანაკრებო კარიერაში პაუზის აღება სურდა და ჩვენ მივიღეთ მისი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჯაბა ბრატისლავის სლოვანში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარი ალექსანდრე იაშვილთან ერთად დავიწყეთ. დავინტერესდით ჯაბას პოზიციის ნაკრებში დაბრუნების თაობაზე და მისმა პასუხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჯაბამ გითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა თუნდაც ერთი წუთით რომ ეთამაშა საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად. მან იცის, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა და სწორედ ამიტომ არის ჯაბა ახლა ნაკრებთან ერთად. ეს არის ნამდვილად მაგალითი არის თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სახელი თამაში გეცვას შენი ნაკრების მაისური და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი თამაშზე გადამწყვეტ თამაშზე ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ადამიანი რო გუნდში იყოს ის კიდე ერთხელ აღნიშნავ რომ ნამდვილი მაგალითი არის ყველასთვის და ის ემოცია რა ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფლთან ერთად ჩვენ ჯორდე ბრატისლავაში ვიყავით ჯაბასთან ერთად ის საოცარი ემოცია რაც ჯაბასგან ამოვიდა ძალიან მიხარია და ძალიან ამაყი ვარ რომ ჩვენთან ერთად არის და ნაკრებს დაეხმარება მიზნების მიღწევაში. თავარი არის ერთიანობა. ეს ერთიანობა რა თქმა უნდა ფეხბურთელები გულშემატკივარი თქვენ პრესა, იმიტომ რომ სულ ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ მივახციოთ ჩვენ მიზანს დავისრულოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ რა თქმა უნდა ამისთვის ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რა თქმა უნდა გავაკეთოთ ერთად, დავეხმაროთ ერთმანეთს, ასე გვერდში ამოვუდგეთ და ერთიანად დარწმუნებული რომ ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა. ირაკლი აზაროვის სანაკრებო სიის მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბში მის თამაშის საუბარი არ მსურს, რადგან კლუბში და ნაკრებში განსხვავებული მოცემულობაა. ჩემთვის აზაროვი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა. ნაკრებში კარგი თამაშები აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ასპარეზობით კმაყოფილი არ ვიყავი. განსაკუთრებით კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებში. ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუმცა უნდა გაიგოს, რომ მცველია და მოედანზე მცველივით უნდა მოიქცეს. სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მწვრთნელი ვარ და თუ ჩემი ფეხბურთელის შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენს, შესაბამისად სათამაშო დრო არ მიეცემა. ამავდროულად ლევან შენგელია მისთვის ახალ პოზიციაზე ძალიან კარგად იასპარეზა კვიპროსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებში. მან დაიმსახურა ნაკრებში ყოფნა. ასევე გვყავს გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მებრძოლი მოთამაშეა და ეს თვისება ძალიან გვჭირდება პლეი-ოფში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ახლა პირველად რა დაგვიწია, სულ დავდივარ ფეხბურთელებთან, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფეხბურთელებთან სიარული, კომუნიკაცია, მათი თამაშების ხილვა, საუბარი და ყველა მიცის. რა თქმა უნდა, ზედმეტი, ასე რომ ვთქვათ, რომ სულ ყველა ფეხბურთელმა იცის ამ თამაშის მნიშვნელობა, სულ ყველა ფეხბურთელს აქვს ეს მიზანი, რაც რა თქმა უნდა გვაერთიანებს ჩვენ ყველას და რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელი არის მაქსიმალურად მენტალურადაც, ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად ზაბზად ამ თამაშებისთვის და რა თქმა უნდა ველოდებით, რომ სულ ყველანი ჯანმრთელად კარგად ჩამოვლენ, რაც ეხება სიახლე პროსევ სამორაში ვიქნებით საგურამოში, სადაც ძალიან ასე ვთქვათ, კარგი გამოცდილება გვაქვს 21 წლამდე ნაკრებიც მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონატზე იყო მაქსასტუმროში არის მხოლოდ ჩვენი ნაკრები იქნება, არის დახურული ტერიტორია, სადაც ფეხბურთელებს ექნებათ, რომ კარგად შვიდად მოემზადონ ამ თამაშებისთვის, ასევე მოგეხსენებათ, რომ საგურამოში ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთდა ახალი საფარი, რომელიც ასევე საუკეთესო მდგომარეობაშია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაკრები ძალიან კომფორტულად და კარგად იქნება ქალაქგარეთ, შვიდ გარემოში. თუ სანაკრებო სიას მოთამაშეთა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შევადგენ, საბა ლუბჟანიძე ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რადგან შესანიშნავი ადამიანია და მასთან მუშაობა მიყვარს. მან მიიღო გადაწყვეტილება კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შესახებ და ბედნიერი ვარ მისი წარმატებით. თუმცა, კვირას საღამოს გვიან თამაშობს საკლუბო მატჩს, რაც ნიშნავს, რომ ნაკრებს გვიან შემოუერთდება და აღდგენისთვის საკმარისი დრო არ ექნება და 100%-ით ვერ დაიხარჯება. შესაბამისად, ვეცადე გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიმიღო კონკრეტულად პლეი-ოფის მატჩებისთვის, თუმცა ეს არ ეხება მომავალს. საფხულის შემდეგ ბევრი რამ გამოცადეთ და სია, რომელსაც დღეს ხედავთ, ამის შედეგია. ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახებისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ არის ეს რთული და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, რადგან ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და ეს მომავალშიც ასე იქნება.
გიორგი არაბიძე იყო გაფართოებულ შემადგენლობაში, რადგან ტორპედოში საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა. ვაკვირდებოდი მის თამაშებს როგორც პირდაპირ რეპორტაჟების საშუალებით, ისე უშუალოდ სტადიონიდან. მესმის, რომ საქართველოში მისი საკითხი აქტუალურია, თუმცა ინტენსიურობა, რომლითაც ის თამაშობს, ჩემთვის პრობლემაა. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო რთული და ინტენსიური გახდა და მეტ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ამისთვის გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. თუ გიორგი არაბიძე პოზიტიურად შეცვლის მის მიდგომას, რა თქმა უნდა მისი გამოძახების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რადგან მას აქვს შესაბამისი საფეხბურთო უნარები. თუმცა ამ მომენტისთვის ეს საკმარისი არ არის. ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის მოტივირებულები არიან და არა მხოლოდ პლეი-ოფის მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, გარკვეულ წნეხს გვგრძნობთ, თუმცა ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. სწორედ ასეთი მომენტების გამო თამაშობთ ფეხბურთს.